მწერალთა სახლი. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო და სტუდია კოცსი წარმოგიდგენთ. რევას კვერენჩხილაძის წიგნს საბუთები ღაღადებენ. პროექტი მომზადებულია სტუდია კოცსის ბაზაზე. რევას კვერენჩხილაძე, საბუთები ღაღადებენ. წიგნში წარმოჩენილია დამოუკიდებლობის მოპოვების 1918 წლის სიხარულთან ერთად მისი მოვლა პატრონობის მოწოდებანი და გარემოებანი. დამოუკიდებლობის სულისკვეთება და ამის გამომხატველი მიმართვები, პუბლიცისტური წერილები, დაბეჭდილი თუ ზეპირად გავრცელებული ლექსები, ამბები. დამოუკიდებლობის დაკარგვის 1921 წლის ტრაგიკული გარემოებანი. საქართველოს რევოლუციური კომიტეტისა და კომპარტიის ცეკას დადგენილებანი და განკარგულებანი. პარტიის ხელმძღვანელთა აღიარებანი. შინ სახკომის მუშაობის მეთოდების მამხილებელ დაკითხვათა ოქმები თუ სხვა საიდუმლო მასალები. მისივე მუშაკების განამხელი. შინ სახკომის ფარული თუ გაშიფრული აგენტების, დამსმენთა და პროვოკატორთა შეტყობინებანი. რეპრესირებულთა მონათხრობი. განცხადებანი შინაგან საქმეთა კომისრისა და პარტიის ცეკას სახელზე. საპატიმროდან მოწერილი ბარათები და ნაპატიმრალი ლექსები. საქართველოს მწერალთა კავშირის დიდხანს გასაიდუმლოებული სტენოგრამები, პარტიული ცენზურის დადგენილებანი. ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით გაწეული უანგარო დახმარებისათვის ავტორი გულითად მადლობას უხდის საზოგადოება მემორიალის თავმჯდომარეს ბატონ გურამ სოსელიას, ამავე საზოგადოების პრეზიდიუმის წევრს ილამაზ მიწიშვილს, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ციციშვილს და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გელა საითაძეს. რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რეცენზენტები გელა საითიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ციციშვილი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი. ჩვენთვის ძვირფასია მშობლები, შვილები, ახლობლები, მაგრამ ყველა წარმოდგენა სიყვარულზე თავს იყრის ერთ სიტყვაში: სამშობლო. მარკუს ტულიუს ციცერონი, ძველი წელთაღრიცხვით 106-43 წლები.
თავი მეათე 1927-1928 წლები მერვე ნაწილი ძველ მაქებრებს რაღა ეშველება დღევანდელმა და მომავალმა მეხოტბეებმა კი ჩახედონ მარკუს ავრელიუსის ფიქრებს ოდესღაც ხოტბის საგანყოფილი რამდენი კაცი დავიწყებას მიეცა უკვე ან და რამდენი მათი მეხოტბე მიიბარა ამ მიწამ ამ მცირე წიაღისეულის შემდეგ გველოდება 1928 წელი და ახალი დაპატიმრებები ქართველი ებრაელი მწერალი გერცელ ბააზოვი ასე ჩიოდა თავის გაჭირვებაზე საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს სხდომაზე 1932 წლის დეკემბრის მიწურულს დავწერე და უწოდე მისტერია ფსევდონიმ მოწერილ ორ წერილში ერთმას თქვა მისტერიებს ანტისემიტები წერენ გერმანიაშიო გამოდის ანტისემიტი ვარ მეორემ ავტორი ებრაელი ნაციონალისტია სიონში დადისო გამოდის ებრაელი ვარ ქრისტიანიც და მაჰმადიანიც ასე უსამართლოდ ბევრჯერ სდებდნენ ბრალს მაგრამ 1928 წელს ეს დახვეწილი ინტელიგენტი თლიანად ამოგლიჯეს მწერლობიდანაც და ცხოვრებიდანაც ბააზოვების ოჯახის უბედურება ამით არ მოიწურა წერლის მამაც ცნობილი რაბინი დავით მენახემის ძე ბააზოვიც სიონიზმისათვის დასაჯეს კიდევ კარგი მსოფლიო საზოგადოებრიობის აქტიური მოთხოვნების შედეგად დახვრეტა გადასახლებით შეუცვალეს 1928-1945 წლები ციმბირში გაატარებინეს საიდანაც ჯამრთელობა შერყეულად დაბრუნებული მალე 1947 წელს გარდაიცვალა ეს ის დავით ბააზოვია რომელიც 1913 წელს გერმანიაში მაინის ფრანკფურტში სიონისტთა საერთაშორისო კონფერენციის თავმჯდომარემ გერმანელმა ლიფმანმა ასე წარუდგინა საზოგადოებრიობას ძმებო თქვენს წინაშია თქვენი ძმა შორეული ქვეყნიდან ეს ქვეყანა შორს არის ჩვენგან მაგრამ იგი უნდა ახლოს იყოს ყველა ებრაელის გულში ევროპა დღეს ცდილობს ადამიანის სიყვარულის განხორციელებას ის კი ქართველ ერს 2000 წლის წინათ ჰქონდა შეთვისებული ამის მოწამეა მცხეთის ქალაქი რომელიც იერუსალიმიდან გამოსულ ებრაელებს ურმარილით დაუხვდა და ისტუმრა დღევანდლამდე თუმცა ბევრი ცვლილება მოხდა ამ შვენიერ ერში მაგრამ თავისი იდეალი ადამიანის სიყვარულისა და ძმური განწყობისა მასში შეუცვლელია ამის შემდეგ თავმჯდომარემ სიტყვა მისცა საქართველოს ებრაელთა წარმომადგენელს დავით ბააზოვს რომელმაც თავისი გამოსვლა ასე დაიწყო ძმებო მე იმ ქვეყნიდანა ვარ სადაც ებრაელობა 2500 წელია ცხოვრობს და არასოდეს უგრძნია მტრობა საქართველომ არ იცის გეტო დარბევა დისკრიმინაცია ქართულში არ არის სიტყვა პოგრომი საქმე 27-193 1928 წელს დააპატიმრეს ცნობილი მეცნიერები შალვა ნუცუბიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი და ვუკოლ ბერიძე. ამ სასტიკ დროს მათი ბედის შემოbrunებაში დიდი წვლილი შეიტანა შალვა ნუცუბიძის მიერ ვეფხის ტყაოსნის რუსულად თარგმანმა. ამაში დარწმუნდებით, როდესაც გაეცნობით ამონარიც
ამ დიდი მეცნიერის მიერ დაწერილი დოკუმენტიდან. თარგმნა დაიწყე 1937 წელს და იმდენად წარმატებულად მიმდინარეობდა, რომ საკმაოდ დიდ ნაკვეთებს უკითხავდი სურვილს თავისუფალ აუდიტორიებში. მოულოდნელად დამიჭირეს და რამდენიმე დღის შემდეგ უკვე მოსკოვში ლუბიანკაზე ვიყავი ჩასახლებული. ჩემი თარგმანის ნაწყვეტები, ქართული დედანი რუსთაველისა და ზოგიერთი განმარტებითი ხასიათის ნაშრომები ჩამომართვეს და თბილისში დარჩა. გავიდა დრო, არც ისე დიდი. ჩემი სულისკვეთების შემცველი ნაშრომები ჩემს ახალ მასპინძლებს და მეც მათ მოულოდნელ სტუმარს თითქოს დაავიწყდათ. ყოველ შემთხვევაში მათი გახსენებით თავს არავინ იწუხებდა და არც მე მაწუხებდნენ. ერთი გამოძახების დროს მკითხეს: მართლა გააქვთ სურვილი რუსთაველის პოემის თარგმანისა? თქვენ ეს რატომ გაწუხებთ? რა იცით ამის შესახებ? უპასუხე მე. როგორ არა, მე ვიცი რომ თქვენ რუსთაველის პოემის თარგმანს დროგამოშვებით კითხულობდით და ხალხიც გესწრებოდათ. ჩვენ მოგცემთ საშუალებას რუსთაველის თარგმანის დამთავრებისა. ამ ფრაზის რედაქცია მაინც და მაინც არ მომეწონა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. თანხმობა განვაცხადე და მეორე დღესვე ჩემს კამერაში იდო რუსთაველის ქართული გამოცემა, ხოლო სადილი არესტანტების სასადილოდან კი არა, თანამშრომლების სასადილოდან მომიტანეს. ასე დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება. ერთი კვირის განმავლობაში გაკეთებული თარგმანი შაბათობით მიქონდათ და როგორც შემდეგ ნამდვილად გავიგე, ამ მასალას სტალინი კითხულობდა. Спит Москва. В ночной столице, в этот поздний звездный час, только Сталину не спится. Сталин думает о нас. დრო გადიოდა. ერთი დღის ამბავი ქობულოვმა გადმომცა. თურმე სტალინმა კითხა ერთ თავის დიდ თანამშრომელს: შაშვი თუ იცი რა ფრინველიაო? ბევრმა იცის ბატონო ჩვენში და მრავლადაც მინახავს და მომისმენიაო, უპასუხა მობაასემ. გალიაში მომღერალი შაშვი თუ მოგისმენიაო, არ მოეშვა სტალინი მობაასეს, რომელიც ოდნავ დაიბნა. არც კამერაში მომღერალი მგოსანი არსებობს, განაგრძო მან. თუ მართლაც გსურს მიიღო რუსთაველის პოემის თარგმანი, გაუშვი ის გალიიდან, რომელშიც შენ მას ამღერებ. გავიდა რამდენიმე კვირა, განთავისუფლების იმედი თანდათან ქრებოდა. ერთ საღამო ჟამს ქობულოვმა გამომიძახა. არ დააგვიანა ეთქვა, რომ არსებობს სტალინის განკარგულება თქვენი განთავისუფლებისა რუსთაველის პოემის თარგმანის გარკვეულ ვადაში შესრულების პირობით. ეს უნდა მოხდეს ციხეში თუ ციხის პირობების გარეთ. გავბედე მეკითხა. მოლაპარაკებას გააჩნია, მიპასუხა მან. ძნელი უნდა იყოს პასუხი. მართალია ვეფხვის ტყაოსნის ტექსტი სანახევროდ უკვე გაკეთებული მქონდა, მაგრამ წელიწად ნახევრის აღიარება თარგმანის დამთავრების მიჯნად მაინც გავბედე. გაუკვირდა, რადგან ასეთი პასუხი თავისუფლებას მიზღუდავდა. გავათავოთ, თქვა ქობულოვმა, გაგიშვებთ, მაგრამ გახსოვდეს, რომ რუსთაველის თარგმანი იყო და არის შენი გადარჩენის პირობაო. იმ საღამოსვე გამიშვეს, სოკოლნიკში დამასახლეს, ციხესა და საგიჟეც შვა. ეს ის ადგილი იყო, რომლის შესახებ ჩემს სანახავად მოსულ კონსტანტინე გამსახურდიას
ექსპრომტით მივმართე. იქით ციხე, აქეთ საგიჟე, აჰა, რით მართობს მე ეს სოფელი, დგავარ მათ შორის შეუპოვარი, ხარხარებ როგორც მეფისტოფელი. რუსთაველის თარგმანი ვერ მიდიოდა მოსალოდნელი სიჩქარით. საგანგებო მეთვალყურეები ხანდახან კეთილი სურვილითაც მაჩქარებდნენ. როცა 1929 წელი 1 მაისს მიუახლოვდა, რუსთაველის თარგმანი გავაკეთე. მაგრამ იმ დღიდან მე ის არ მინახავს, ვიდრე სტალინმა არ დაიწყო საბოლოო კორექტურა სტამბაში აწყობილი ტექსტისა, რომელიც მე რუსთაველის სახელობის ინსტიტუტს აკადემიკოს ალექსანდრე ბარამიძეს არ ჩავაბარე თანახმად მისი თხოვნისა. ასე მომზადდა მასალა, რომელიც სტალინის მიერ კორექტირებულ თუ რედაქტირებულ ტექსტს იძლევა. სტალინს აზრადაც არ მოსდიოდა ვეფხისტყაოსნის კორექტირება, ანუ რედაქტირება, მაგრამ მისი მდგომარეობა და სიტუაცია, რომელშიც იგი ისტორიამ რუსთაველის პოემას დაუკავშირა, უნებლიეთ ქმნიდა რაღაც გარკვეულობის შეტანას ამ ვითარებაში. მეორე მხრივ, სტალინს თავისი აზრიც უნდა ჰქონებოდა ვეფხისტყაოსნის ტექსტზე. ამ ორი გარემოების გამო ორი დოკუმენტი არსებობს. ერთი წერილი ბერიასადმი რუსულ ენაზე, ცისფერი ფანქრით დაწერილი. ჩანს, რომ ადრესატს სტალინმა დაავალა ამ წერილის ჩემთვის ჩვენება, რადგან გამოჩნდი თუ არა ლუბიანკაზე, მასპინძელმა სტალინის წერილი ხელში მომცა. აი ეს წერილი რუსულად სტалиნის небартвит გადმოწერილი ჩემს მიერ. До последнего времени я читал, что лучший перевод Руставели на русском – это перевод Петренко. Ознакомившись с переводом Нуцубидзе, я считаю, что он не только лучше Петренко, но само по себе выдающееся литературное явление. Мне не понравилось только одно место из перевода Нуцубидзе 14-16. Я предлагаю мое исправление этого места. Хорошее надо заменить лучшим. მეორე წერილი ეკუთვნის გოს ლიტ იზდატის რედაქტორს ჩაგინს. ამ წერილში სტალინი კატეგორიულად მოითხოვს: Я требую, чтобы мое имя не упоминалось в предисловии к витязу. Ფიქრობ, ამ პროფესორთა გადარჩენაში ლომის წილიედო ისევ და ისევ სტალინის სურვილს, დასავლეთისათვის დაემტკიცებინა, რომ ის უძველესი და დიდი კულტურის ქვეყნის შვილი იყო. და ამ სურვილის ასასრულებლად იმ დროს ბედად ვეფხვისტყაოსნის რუსულ ენაზე კარგად მთარგმნელის გამოჩენას. ამასთან ერთად 1927-1928 წლების რეპრესიებმა ძირითადად მოსპო სტალინის ოპოზიცია. ახლა შეიძლებოდა ლაგამის რამდენადმე მოშვება, ხოლო რეპრესირებათა საქმეში გადაჭარბების ვინმესთვის გადაბრალება. აბა პარტია ხომ არ ცდებოდა. ასეც მოხდა. ყველაფერი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარ ეჟოვს დაბრალდა. საქმის ოდნავ შემსუბუქება ბერიას დაევალა. ამ პროცესთა საქმეშიც აღმოჩნდა სასჯელის შემამსუბუქებელი საბაბი, შალვა ნუცუბიძის მთარგმნელობითი ნიჭი. მაგრამ კიდევ იყო ერთი მოტივი, ფაშიზმთან გარდაუვლად მოსალოდნელი ომის წინ კომუნისტური ხელისუფლება დაინტერესებული იყო ქვეყნის შიგნით მასთან დაპირისპირების მოსპობით თუ არა, შენელებით მაინც. აქ რეპრესირების ძველი სისასტიკის მეთოდი აღარ იყო სასურველი. ამიტომ ხელისუფლება
რაღაც შეთანხმების მაგვარ გზებს ეძებდა. სწორედ ამის დამადასტურებელ საბუთებს მიაკვლია ისტორიკოსმა გიორგი ციციშვილმა და მაინც კიდევ იყო ერთი დიდი მიზეზი ფაშიზმთან კავშირში დადანაშაულებულთა პოლიტიკური რეპრესიების ერთგვარი შერბილებისა. მოვიშველიოთ ბატონი გოგი ციციშვილი და შევეცადოთ უფრო უკეთ გავერკვეთ მაშინდელ პოლიტიკურ თამაშში. ისე მოხდა, რომ ინგლისი და საფრანგეთი მიუნხენის ხელშეკრულებით 29 ნოემბერი 1928 წელი შეეკრა ფაშისტურ გერმანიას. თავის მხრივ ამის გამო საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა ორმხრივი ხელშეკრულება დაედო იმ ფაშისტურ გერმანიასთან, რომელსაც აქამდე თავის ნომერ პირველ მტრად თვლიდა და ფაშიზმთან კავშირის ბრალდებით ბევრი თავისი მოქალაქე ციხეში გამოამწყდია და ბევრიც საერთოდ მოსპო. ახლა კი გერმანიასთან ჩახუტების გამო გამოირიცხა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში ნაციონალისტების, ვითომ ფაშისტ ჯაშუშების გრანდიოზული პოლიტიკური და სასამართლო აქციის მიზანშეწონილობა. მაგრამ მთავრობის მაღალ ეშელონებში მომხდარი ასეთი მკვეთრი შემოbrunება უცებ ვერ გაიგეს. ბერიას და ეჟოვის მიერ დაკვალიანებულმა საქართველოს ჩეკისტებმა ჯერ ვერ აღიქვეს საერთაშორისო მასშტაბით მომხდარი შემოbrunება, მოქმედებდნენ ძველი ინერციით. ზევით კი გადაწყვიტეს ფაშისტურ გერმანიასთან დაახლოების პოლიტიკაზე გადასვლა. შესაბამისად მოიხსნა ქართული ფაშიზმის და გერმანიის სასარგებლო ჯაშუშობის ყალბსაფუძველზე ჩეკისტური თავგამოდებით ნათითხნი გრანდიოზული აქციის საჭიროება. სწორედ ამან შეაჩერა შალვა ნუცუბიძის და ამ საქმეზე დაპატიმრებული სიმონ ყაუხჩიშვილის, ვუკოლ ბერიძის თუ სხვა დასაპატიმრებელ მეცნიერთა იმ საქმის ბოლომდე მიყვანა. ამავე გარემოებამ შეაჩერა კიდევ ერთი ჯგუფის დაპატიმრება, პროფესორ გიორგი ციციშვილის დასახელებული ნაშრომის ჩეკისტური ბრალდებების მიხედვით დაპატიმრებულ შალვა ნუცუბიძის განთავისუფლების, ესე იგი სიცოცხლის შენარჩუნების პირობად დაუდეს თანამშრომლობაზე დათანხმება. კერძოდ, როგორც შინსახკომის ერთ-ერთმა დიდმა და მრისხანე ხელმძღვანელმა ბახჩო ქობულოვმა დაკითხვაზე აღიარა, საქართველოს ეროვნულ ძალთა გამაერთიანებელი საინიციატივო ჯგუფის შედგენა, რაც სუქთან თანამშრომლობით უნდა ჩაეტარებინა და როცა ამ დაძალების შედეგად შალვა ნუცუბიძე იძულებული შეიქმნა დაეწყო ზემოხსენებული საინიციატივო ჯგუფის შედგენა, როგორც იმავე ბახჩო ქობულოვმა აღიარა, როგორც მახსოვს პირველივე ადამიანმა, ვისაც ამ წინადადებით მიმართა ნუცუბიძემ, პროფესორმა აპოლონ ურუშაძემ NKVD შეატყობინა ამის შესახებ, გვერდი 213. თავარი კი ის იყო, რომ როგორც მკვლევარი გიორგი ციციშვილი აცხადებს, ჩეკისტებმა ორივე მხარე მოატყუეს, სტალინის სახელით ხელსაყრელ მომენტში ორივე გაწირეს. 1928 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს შინსახკომმა საბჭოთა კავშირის შინსახკომის კომისარს ეჟოს წარუდგინა კონტრრევოლუციურ ფაშისტური ორგანიზაციის 121 წევრის სია. ამ ორგანიზაციის იდეოლოგიად მიჩნეული იყო პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, ერთ-ერთ უმთავრეს წევრად შალვა ნუცუბიძე.
საქართველოს შინ სახკომის მიერ მოსკოვში გაგზავნილ საქმეში, როგორც ამ საქმის გაანალიზების შემდეგ დარწმუნებული ისტორიკოსი გიორგი ციციშვილი ამბობს, მართალია შალვა ნუცუბიძის და სხვათა ეროვნული პატრიოტიზმი, ხოლო ჩეკისტურად ნამართავია რადიკალური ბურჟუაზიული ნაციონალიზმი, ფაშიზმი და გერმანიის სასარგებლო ჯაშუშობა. გვერდი 22-21. გიორგი ციციშვილი ამბობს, ამ სიყალბეთა იძულებითმა აღიარებამ ჩეკისტ ჯალათებს საშუალება შეუქმნა შალვა ნუცუბიძე ასევე ძალადობით და მისი ერისთვის საჭირო სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით დაეყაბულებინათ აგენტობის ფორმალურ აღიარებაზე და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებთან თანამშრომლობაზე. ასევე ცხადი ხდება, რომ შალვა ნუცუბიძემ საკუთარი პიროვნული გონიერება გამჭრიახობით შეძლო თავი დაეხსნა თანამოაზრეთა განწირვისა და პროვოკატორობისაგან. ფაქტობრივად მან გადაარჩინა სიმონ ყაუხჩიშვილი, ვოკულ ბერიძე, მაგრამ სახელმწიფოებრივ ჩეკისტურმა მოთხოვნებმა შალვა ნუცუბიძემ მოაქცია მუდმივი ფათერაკების ორომტრიალში, ხოლო მისი ადამიანური ღირსება ფართო საზოგადოების წინაშე წარმოაჩინა მრუდე სარკეში. შინ სახკომის მოქმედების ლოგიკა გამოხატულია ლავრენტი ბერიას მიერ შალვა ნუცუბიძისათვის ნათქვამ ამ სიტყვებში. თქვენ ყველანი, ვინც განათლება გერმანიაში მიიღეთ, გესტაპოსგან გადაბირებული ხართ. როგორც თქვით, გარემოებათა შეცვლამ მოითხოვა პოლიტიკის შეცვლა. ადრინდელი პოლიტიკის შესაცვლელად ყველაფერი ეჟოს დააბრალებს, მოხსნეს, მალე კიდევ დახვრიტეს და ცოტა ხნის წინ დახედულად ეჟოვის მოადგილედ სწორედ ამისთვის მოყვანილი ბერია დანიშნეს. საქმის შეწყვეტა როგორმე ხომ უნდა გაემართლებინათ. აი აქ გამოიყენეს შალვა ნუცუბიძის მთარგმნელობითი ნიჭი. ბევრწილად შინ სახკომის იძულებით შექმნილი სინამდვილე კი მოსკოვში შალვა ნუცუბიძის დამკითხავის შინ სახკომელის ილინის სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი იყო. როგორც აგენტები იმ გაგებით, როგორც ეს იგულისხმება, ისინი არაფერს არ წარმოადგენდნენ, ხოლო მათი ცნობები იყო ჩვეულებრივი შეტყობინებითი ხასიათისა განწყობილებებზე, საუბრებზე და ასე შემდეგ. შალვა ნუცუბიძეს ალბათ ზოგიერთის მიერ წაყენებული ბრალდებაც უნდა მოეხსნას, რადგან თვით შინ სახკომის დიდი ჩინოსანი ბახჩო ქობულოვი არაფერს ამბობს ერთ დაპატიმრებაში შალვას მონაწილეობაზე. მარგველაშვილი დააპატიმრეს შალვა ნუცუბიძის სამშობლოში დაბრუნების დიდი ხნის შემდეგ, ხოლო ჭეშმარიტი სინამდვილე ის გახლდათ, რომ ამ ქართველებს ხომ ფაშიზმი გულზე არ ეხატათ, ბოლშევიზმი მთლად შავჭირად მიაჩნდათ. სწორედ კომუნისტური ხელისუფლების ასეთი სიყვარულისათვის ცდილობდნენ მათ ჩამოშორებას. შეიძლებოდა თუ არა ამ უბედურებათა თავიდან აცილება, რაზეც აქამდე წარმოდგენილმა საბუთებმა გვიამბეს, რასაც კიდევ მოგვითხრობენ და რასაც კომუნისტური ტირანიის დროს ჩვენი ხალხის მიერ გადატანილ საშინელებათა მცირე ნაწილია. ძნელზე ძნელი იყო, მაგრამ არაშეუძლებელი. ჩვენ და ჩვენს წინამძღოლებს ილიასა და აკაკის, ვაჟასა და იაკობ გოგებაშვილს მათი გუნდის ეროვნული სულისკვეთებისათვის
მართალი გზისთვის რომ არ გვეღალატა და 1918-1921 წლების დამოუკიდებლობისა და შორს მჭვრეტელობა და სახელმწიფოებრივი მიდგომა გამოგვეჩინა და საქართველოში ბოლშევიზმის გაბატონება თავიდან აგვეცილებინა. ეს მუდამ უნდა გვხსომებოდა ჩვენც და ჩვენს წინამძღოლებს, მაგრამ გვახსოვდა და გვახსოვს. ახსოვდა ერის საუკეთესო ნაწილს, ერთგულ ნაწილს, მაგრამ რას აკეთებდა საქართველოს ხელმძღვანელებისა და მოხალისეების არც თუ მცირე ნაწილი, რომლის სახელი იყო ძალაუფლება. ერთი მაგალითი კმარა მათი ნამოქმედ არის დამღუპველობის გასაგებად. რომელიღაც რაიაღმასკომის თავმჯდომარე იმ გადამთიელს ჩაწერდა თბილისში, ბათუმში ან სოხუმში, მიწასა და ბინას იმას მიჰყიდდა, ვინც 1000 მანეთით მეც გადაუხდიდა, ვიდრე ამ ქალაქების, ამ მიწის ძირძველი მკვიდრი ქართველი. რას მოგვიტანდა ასეთი საქციელი, ამაზე ამ წიგნში ერთხელ უკვე მოგახსენეთ. შემდეგში 1937 წელს ასეთი ეროვნული შეხედულებებისათვის დახვრეტილმა მეცნიერმა და მწერალმა ვახტანგ კოტეტიშვილმა თქვა, მაგრამ ალბათ საჭიროა კიდევ და კიდევ გავიხსენოთ მისი გაფრთხილება. გახსოვდეთ, რომ ყოველი ლტოლვილი საქართველოში დასახლება იქნება იმ ეროვნული შუღლის დათესვა, რომელიც დღევანდელ პირობებში ადვილად ხარობს და მალე მოსაკმელად მივიღებთ. ინტერნაციონალისტის ყვავილებს კი არა, ეროვნული ანტაგონიზმის ეკლებს. ეს და ჩვენ სხვა საუკეთესო მოღვაწეების ბევრი სხვა გაფრთხილება, რისი ყურადღება, გათვალისწინება აუცილებელია ერის ღირსეული არსებობის გასაგრძელებლად, უნდა გვახსოვდეს ჩვენც და ჩვენს ხელისუფლებას, თუ არ გვინდა ერის საუკუნო რისხვა და წყევლა დავიმსახუროთ.